წინა პროცესებზე არ ცხადდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიღები პირები და უხერხული მდგომარეობაც კი შეიქმნა წინა პროცესის შემთხვევაში, ხოლო რაც შეეხება ისეთ გარემოებას, როდესაც მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გამოცხადა წინა სხდომაზე და მას არ ჰქონდა არანაირი პასუხი ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე, საინტერესოა როგორ მართავენ ეს ადამიანები სახელმწიფოს, როდესაც ვერ გამოიტანა ის აზრი თუ რა ეტაპზე არის პროცესი. მაგრამ საინტერესოა ის თუ კი ის გაიგეს, რომ სასამართლომ და მოსამართლემ მათ უთხრა, რომ თუ არ გამოცხადებოდა შემდეგზე და არ ეყოლებოდა შესაბამისად კომპეტენტური პირი, მათ დააჯარიმებდნენ, თუ ეს იყო მათთვის გასაგები, რატომ ვერ შეძლეს დღევანდელი წარმომადგენელისთვის, რომ აეხსნათ თუ რა ეტაპზე იყო პროცესი. ეს არის საინტერესო. პროცესი გადაიდო თებერვალში, ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო და უფრო უმჯობესი, რომ დღეს დამთავრებულიყო აღნიშნული სხდომა და მოგვესმინე ყველა კითხვაზე პასუხი, თუმცა ჩვენ დაველოდებით მათ მიერ წარმოდგენილ პირს, წარმომადგენელს, რომელიც ჩვენ შეკითხვებზე იმედია საბოლოოდ გასცემს პასუხს და ბოროტად არ გამოიყენებენ ამ პერიოდს, რასაც ქვია სასამართლოს მოცდენა, იმიტომ რომ უკვე მეოთხე პროცესი არის, როდესაც ისინი ფაქტობრივად თავს არიდებენ პროცესში მონაწილეობას.